დღეს მათ შორის ნიკა გვენცაძეს დამემართებით ჩაირთო რამდენიმე ვიდეო იცროდა საგანს და აჯანჯღარებდა ღობეს. არის არა, ბევრი რამე შეიძლება თქვას პროკურატურამ. პროკურატურა ისეთი მხარეა, როგორც დაცვის მხარე ადვოკატია. აქ სასამართლო უნდა აირჩიოს არა ჩემი ნათქვამით და პროკურატურის ნათქვამით, არამედ ვიდეო მასალით. თვითონაც ხო უყურებთ ჩვენ. არაფერი არ ჩანს ვიდეო მასალაზე. იქ ქვის არ ჩანს ღობის ჯანჯღარს თუ მოყვება, ღობის დაზიანება, ნებისმიერ ნივთის ფიზიკურ ზემოქმედებას თუ მოყვება ამ ნივთის დაზიანება, ის დანაშაული არის გათვალისწინებული 197 მუხლით, რაც გულისხმობს ხვისი ნივთის დაზიანებას. ჩვენ ეს ბრალი ხო არა გვაქვს წარდგენილი. ამ შემთხვევაში რელევანტურია თუ ღობეს ეჯაჯღურებოდა, მაშინ რომ ვთქვათ, რომ პროკურატურამ სწორად წაუდგინა ბრალიო, ამ ჯაჯღურის შედეგად უნდა განვითარებულიყო ისეთი მოქმედება, უნდა ჩამოყალიბებულიყო ისეთი გარემოება და ვითარება უნდა შექმნილიყო, რომ მერე გახდა შესაძლებელი პრეზიდენტის სასახლის ბლოკირება. ამ შემთხვევაში იმავე ვიდეოში, რომელზეც პროკურატურა იძახის, რომ ჩანს ზუსტად ეს დანაშაული, ნაჩვენებია, რომ 15-დან 20 მეტრამდე ღობი არის მონგრეული უკვე. ანუ ნიკა გვენცაძის მოქმედება, თუნდაც ვთქვათ, რომ რაიმე ღობეს ეჯაჯღურებოდა, არ არის ვარგისი იმისთვის, რომ მან შექმნა საშუალება და გარემოებები, რომ მერე ვინმეს პრეზიდენტის სასახლე დაეკავებია, იმიტომ რომ გვერდით არის ღიობი, ერთი ღობე უკვე წაქცეულია. რატომ არ აქვს მაშინ ლოგიკური კითხვა ჩდება 197 მუხლით წარდგენილი ბრალი და რატო არ ამობენ რომ რაღაც X ღირებულების ღობე დააზიანა. თუ პირობითად კიდევ ერთხელ ნიკა გვენცაძეს ვინმე ეუბნება რომ შენ ჩაიდინე დანაშაული პრეზიდენტის სასახლის აღებას, ცდილობდი ბლოკირებას, პიკეტირებას და დაკავებასო, მაშინ ფაქტია რომ ის მოქმედება ვარგისი არ არის ამ შედეგისთვის, იმიტომ რომ ღობე უკვე არ არსებობდა.